მოგესალმება ფილობერუშვილის ღამის შოუ და პირველ რიგში მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა რა თქმა უნდა გამოვცხადო აქციებზე უკანონო დაჭერილ ახალგაზრდებს და მალე სამშვიდობოზე გასვლა უსურვო. და მე დარწმუნებული ვარ ეს ასე მოხდება, ასევე მინდა ჩემი მეგობარი რომელიც ახლა იქ იმყოფება მოვიკითხო რეზო კიკნაძე, მიყვარხარ და იმედია მალე გამოხვალ შენს და ყველა პატრონაჟს. მოკლედ აქციები გრძელდება მეგობრებო, ასევე იმართება სხვადასხვა სფეროს თუ ჯგუფის წარმომადგენელთა მარშები, ხო? ანუ აიტიშნიკების მარში, ფეხბურთის ფანების მარში, ინტელექტ კლუბის წევრების მარში, მაგალითად, საბურთალოელების მარში, მასწავლებლების მარში, გურულების მარში და ასე შემდეგ. ხო და სხვადასხვა ადგილიდან იწყება ეს მარშები და ბოლოს ყველა რუსთაველზე იკრიბება. მაგრამ ჯერ სათხართ. ჯერ სათხართ. ყველაზე მრავალრიცხოვანი მარში გველის წინ. უმუშევრების მარში. მან უნდა ნახოთ რამდენი ადამიანი. სხვათა შორის ყური მოუყარი რომ 31-ში 12 საათზე იგეგმება თოვლის ბაბუების მარში. ასე რომ ფრთხილად იყავით და გირჩევთ სპეცნაზი დააყენოთ პარლამენტის საკვამურებთან. მაგათ ეგრე იციან. რა ვიცი, იმედია ბოლოს იქნება და ოცნების მარში ხელისუფლებიდან. ნახოთ. იმედმა გაავრცელა fake news-ი ერთ-ერთი აქციის მონაწილეზე, რომ ის ჯერ აიტიშნიკების მარში მონაწილეობდა და მერე ფეხბურთის ფანების მარში. ანუ ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა მარშებში მონაწილეობენო. კაი, დავიწყოთ იქიდან რომ ეს არის ფეიკი. მაგრამ სულ რომ მართალი იყოს, რატომ არ შეიძლება ერთი ადამიანი მივიდეს სხვადასხვა მარშებზე? გამაგებინეთ. ბოლო-ბოლო იქნებ საბურთალოელი ვარ, წარმოშობით გურული, განათლებული, ბარსას ფანი, რომელიც კარგად ფლობს კომპიუტერს. რა პრობლემა? რა, ყველგან კალაძე მაიტასა სხვათა შორის იმედის ფეიკი და გამძაფრა კიდევაც. სხვადასხვა მარშებში ერთი და იგივე ხალხია და ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელსო. მარტო ტანსაცმელს კი არა ჩემი კახი, ზოგი სახესაც იცვლის. მე პირადად მე დავინახე სხვადასხვა სახის ადამიანები როგორ მოდიოდნენ სხვადასხვა მარშზე. გაგიჟდება კაცი უკვე რაღაც არ კადრულობს ეს რადიკალურია ოპოზიცია და ხალხი. კახი ერჩევას მოწი. ნუ უყურებ იმეს და ნუ იმეორებ. გეუბნები. ხო ხედავ რა 1000 უაზრობას გათქმევინებენ. და თუ მაინც გინდა რომ იმეს უყურო და გაიმეორო, უყურე ცეკვავენ ვარსკვლავებს და ის გაიმეორე. პამპარამ პამ 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 პამპარამ პამ პამ. ცოტა სიტუაციაც განიმუხტება. მეტი ხალისი გინდა, ისეთ ანსაცმლის გამოსვლაში შენ კახი. გაგიკვირდება და მე ხალხი ვიცი, სწრაფად რომ პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის. პრინციპში შენ ეგარს უნდა გაგიკვირდეს, ხო ესე? ბიზნესის წარმომადგენლებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ახალ არჩევნებს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ასახელებენ. ამ განცხადებას უკვე სხვათა შორის 1000-ზე მეტი კომპანია შეუერთდა. ოცნება ხედა, ხალხმა ზურგი გაქციათ, ეხლა ბიზნესმა ზურგი გაქციათ. კაცო, მალე ნორმალური დამლაპარაკებელი შეიძლება აღარ იყოს უკვე თქვენთან ქვეყანაში და მე რა უნდა გქნა დასხედით, მე კედელთან და იმას ელაპარაკეთ. მაგრამ თქვენი ამბავი რო ვიცი, კედელი ზურგს გაქცევთ მე ალბათ. რა ვიცი. სპეცრაზმელები და პოლიციელები მთელი დღე რომ აქციაზე არიან, რა თქმა უნდა, მათაც ჭირდებათ ხო ესე არაკვება. ამიტომ გამოცხადდა ტენდერი სპეცრაზმის და პოლიციის ლანჩზე. მაგრამ არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო ტენდერში მონაწილეობა. მაგრამ იცით რა არის? არაუშავს რა, ნუ გეშინიათ. გამოჩდება კაცო რამე, გამოჩდება, მაგალითად ვკუსნაე ტოჩკა. შენერ გენერალს აკეთებს სამზადებს. მოკლედ ამიერიდან რუსთაველზე იდგებიან მოშიებული სპეცრაზმელები და თავისუფლებას მოშიებული ხალხი. ეგეთი რეალობაა. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ევროპარლამენტში, ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა, სადაც დაწვრილებით ახსნა თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, რომ მოკლედ მთავრობა არაკონსტიტუციურია, რომ რუსული სტილის სახელმწიფოს აშენებს და ასე შემდეგ რა. ამაზე რა თქმა უნდა გადაირივნენ თურმე ევროპელები. თურმე გამოვიდნენ წყობიდან და ისი აღშფოთდნენ, რომ სულ ასე იცახდნენ. მაინც რა ტემპერამენტიანი ხალხი ეს ევროპელები, გრევეთ სოფტებიან ხოლმე. სალომე ისიც კითხვა სხვათა შორის, რომ ზოგს არჩევნებ უბანზე პირადად ნახე ძალადობაო. ავდექიო დავრეკეო შესაძლო მინისტრთან და არ მიპასუხაო. და მართალია. არ პასუხობდა გომელაური. ან თუ პასუხობდა, ასე პასუხობდა. აბონენტი გამორთული ან გასულია მომსახურების ზონიდან, ქალბატონო პრეზიდენტო. ისე რა ეკნა ხა გომელაურსაც? რა ეკნა?
აქედან პრეზიდენტი ურეკავდა, იქიდან საარჩევნო უბანზე გაგზავნილი მოძალადე. და ორივე სხვა ვერ უპასუხებდა. რთულია. ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა ყველაფერი ერთი პარტიის კონტროლქვეშა, 3 ტელევიზიის გარდა, საიდანაც 2 ფინანსურ კრიზისშიაო. ახლა რა ვქნა? არის და არის, რა გავაკეთო? ახლა იდარდოს იმ 2 ტელევიზიამ. კაცო, ყველაფერზე მე ხوار ვიდარდე. კაი, ცოტა ხანი ვიდარდებ და დაგიბრუნდებით მაგრამ. ბოლოს შვენს პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგნენ ევროპარლამენტარები და ისე უკრავდნენ ტაშს. ნახოთ თუ შეიძლება ეს ვიდეო. ამაზე მამუკამდინარეზე თქვა, აი ხა დიდი ამბავი რა, სულ რაღაცა რამოდენიმე ათეული დეპუტატი უკრავდა ტაშსო. მართალი ხარ მამო? აი ხა ნახდათ მართალი ხარ. ეხა ეგ რა ტაში იყო? აი რა ტაში იყო ეგ? ტაში იყო აი ეს. აი ძმაო, როგორი ტაში ეკუთვნის ნამდვილ და ჭეშმარიტ ლიდერს. ტაში არის ეს. როგორც იცით, მომავალი პრეზიდენტი 300 ხმოსანს უნდა აერჩია, მაგრამ მხოლოდ 225-მა ხმოსანმა მოახერხა პარლამენტში მისვლა და ხმის მიცემა. ამ ხმოსნებიდან ერთადერთი ადა მარშანია წავიდა წინააღმდეგ და ცარიელი ფურცელი ჩააგდო ყუთში. ქალბატონო ადა. აი ეგ არ უნდა გეკნათ, აი ეგ არ უნდა გეკნათ. თორემ შეიძლება მომავალი ხელფასი გაგიკვირდება და ცალიერი ფურცლებით აიღოთ. ადა მარშანი მოცნებას შეუდიაკიდება სხვათა შორის მოულოდნელად. იცით რა არის? არასწორი კანდიდატი ყავთ და სხვა უნდა აგირჩიოთო. ნუ ლოგიკურად ახლა კითხეს მარშანიეს კი, მაგრამ და ვინ უნდა აგვირჩიო? და მარშანიამ, ნუ რა ვიცი, აი თუნდაც ნებისმიერიო. ესეც პასუხია. ამ არჩევნებზე ყველაზე სასაცილო იყო ხმის დაცვის პროცედურა, ხო? ერთი კაცი ურნიდან სათითაოდ იღებდა ბიულეტინებს და კითხულობდა თუ ვის მისცეს ხმა. ანუ აი იმ საწყალ კაცს 224 ჯერ წააკითხეს მიხეილ ყაველაშვილი. სახში რომ ისულა ცოლს უკითხავს რა შეჭამო და ამან ეგრევე მიხეილ ყაველაშვილი. აიკვიატა უკვე. გადღეში ვარ. თავად ყაველამ განაცხადა მე რეცეპტად მოქვს წარმოდგენილი როგორ უნდა შევამციროთ პოლარიზაციო. აი შეკაი ადამიანო. ბიჭო, პოლარიზაციის შემცირება თუ შეგეძლო. აქამდე სად იყავი? აი სად? თუ მაინდა-მაინც ის რეცეპტი ახლა ორბელინების სასახლეში დევს და ხელი არ მიკისდებოდა აქამდე. ალბათ ისე მე რო კითხავენ, რატო ვერ შეემცირე პოლარიზაციო, ვიტყვის, ბიჭო, რაღაცნაირი ისეთი რეცეპტი იყო, რა, ექიმის ხელი იყო ძალიან გაკრული და ვერაფერი ვერ გავიგე. დამართლება ყველაფრის არსებობა. ამასობაში ევროპა აპირებს, რომ ქართული ოცნების წევრებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის ისეთი სანქცია, რომლის მიხედვითაც ოცნების წევრები დიპლომატიური პასპორტებით, უვიზოთ, მოკლედ ვეღარ ჩავლენ ევროპაში. თქვენ კაი ხალხო, აი რა გინდათ ბოლო-ბოლო გამაგებინეთ. ბიჭო, დიპლომატიაში ერთი პასპორტი გაქონდა დარჩენილი და იმასაც კარგავთ. აი რა ეს ევროპას გადამრევს. ბიჭო, ჩვენ ამ ხელისუფლების შეცვლა გვინდა და თქვენ საზღვრებს უკეტავთ კაცო. გადავიდეთ ევროპაში და მერე დაუწესეთ სანქციები საქართველოში დაბრუნებაზე. ამაზე ყობახიძემ რაღაცნაირი სიმწრის ოპტიმიზმით განაცხადა, მერე რაო? ჩვეულებრივი პასპორტებიც გვაქვს კაცო. რა პრობლემაა? ბიჭო, გასაგებია რომ ჩვეულებრივი პასპორტებიც გაქვთ. მაგრამ ჩვეულებრივი პასპორტი ჩვეულებრივი ხალხის რიგში ხო უნდა დადგეთ მერე. აი ეგ რამდენად გაწყობთ? აი მაგალითად გაწყობთ რომ უпростоრეთ აი ჩვეულებრივ ხალხთან დგომას რამდენად გარისკავთ. აი ეგ არის. ყობახიძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა სიმწრის ოპტიმიზმი და განაცხადა მეგობარი ქვეყნების ყავს ევროპაშიო, სლოვაკეთიო, უნგრეთიო, მოლდოვა, იტალია და ესპანეთი, რომლებიც სანქციებს ხარს არ უჭერენო. არ უჭერენო. რა თქმა უნდა მეორე დღესვე მოლდოვამ, იტალიამ და ესპანეთმა უარყო ყობახიძის ნათქვამი, რა სისულელეო კაცო, ჩვენ ხარს უჭერთ სანქციებსო. მოკლედ აი როგორ აი ყობახიძეს თითქოს რაღაც აი ფუფულა კუდიაკლია, თორემ რაც ესიზმრებოდა, ისელანდებოდაო სუფთა ეგ. აი სუფთა. სიმწრის ოპტიმიზმი მთელ ქართულ ოცნებას მოედო და გვიმტკიცებენ, უпростоრეთ ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სანქციებიც მოგვეხსნება და ყველაფერი კარგად იქნებაო. კაი გავიგეთ ეგ. მაგრამ ხალხო რა დროს ტრამპია? ან რა დროს ამერიკაა? 29-ში ისეთი პრეზიდენტის ინაუგურაცია გვაქვს. ამერიკას ჩვენ პრეზიდენტს ელოდება. იქნებ როგორმე დაალაგოს ეს არეული ქვეყანაო, ყოველაში.